ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი სიმონია სპეციალობით ფიზიკოსია და მუშაობს ასტროფიზიკისა და არქეოასტრონომიის მიმართულებით. 2009 წლიდან კი ავსტრალიაში ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ამავე მიმართულებებით. ასევე ევროპული ასტრონომიური საზოგადოებისა და საერთაშორისო არქეოასტრონომიური საზოგადოების წევრი, იუნესკოს პროგრამის Astronomy and World Heritage საქართველოში კოორდინატორი და საერთაშორისო ასტრონომიური კავშირის 51 კომისიის კონსულტანტი. ბოლო პერიოდში ის მუშაობს კომეტური სპექტროსკოპიის თემაზე, ყინულოვან ნაწილაკებზე, რომლებიც არსებობს კომეტების ატმოსფეროში. ეს ორგანული ნაწილაკები კომპოზიციურად ძირითადად პოლიციკლური, არომატული ჰიდროკარბონებია და მათი არსებობა კომეტების ატმოსფეროში იმის მაჩვენებელია, რომ იქაც თანდათანობით ვითარდება ორგანული და პრებიოტიკური მატერია. გარდა იმისა, რომ ფიზიკოსები შეისწავლიან სამყაროს ფიზიკისა და ქიმიურ კომპოზიციას, ასევე ცდილობენ გაიგონ თუ როგორ ჩნდება სიცოცხლე, პრებიოტიკური და ბიოლოგიური მასალები და მატერია. არქეოასტრონომიაში პროფესორი ირაკლი სიმონია მუშაობს კარბონასიურ მტვერზე, მტვერი ვარსკვლავების გარშემო. შეისწავლება მისი ფიზიკური მახასიათებლები, ქიმიური და მინეროლოგიური კომპოზიცია. რედრექტენდის ნისლეულის სპექტრზე მუშაობისას პროფესორ გუჩიკთან ერთად მან აღმოაჩინა ორგანული მატერია მიკროალმასის მტვერის სახით. გერმანიაში მაქს პლანის ქიმიის ინსტიტუტში ჩატარებული ცდებით მიღებული ლაბორატორიული მასალისა და დაკვირვებების ერთმანეთთან შედარებით აღმოაჩინეს მისი არსებობა შორეულ ვარსკვლავთა გარშემო. როცა ჩვენ მტვერს, კოსმოსურ მტვერს სწავლობთ, ჩვენ სწავლობთ ვარსკვლავების ევოლუციის, თქვათ, ბოლო ფაზებს, ამ მტვერის წარმოშობას და ასე შემდეგ. ეხლა რეალურად უნდა გავიგოთ, რომ ეს არის მიკროზომების და ნანოზომების კოსმოსური მტვერი, რომელიც ვარსკვლავების გარშემო არის, რომელიც გალაქტიკის სივრცეში არის და მისი დეტექცია და შესწავლა და ფიზიკის აღწერა და ქიმიური მახასიათებლების დადგენა ეს არის პრიორიტეტული საკითხია ასტროფიზიკის, კოსმოქიმიის და გეოქიმიისთვის აი ამ დარგებისათვის. ჩვენ ველოდებით, რომ პროფესორი გუჩიკი ჩამოვა ოქტომბერში თავისი ლექციით, უნგრეთიდან არის და გერმანიაშიც მუშაობს, იაპონიაშიც და ჩვენ მოახსენებთ პროფესორი გუჩიკი მოახსენებს თავის შედეგებს და ჩვენ ერთობლივ შედეგებს. ძირითადად მინდა გითხრათ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი ერთი ასპექტი არის, რომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ მტვერზე, უნდა გავიგოთ ერთი რამ, რომ მეტეორიტებშიც არის ასეთი მტვერი, გალაქტიკის სივრცეშიც არის ასეთი მტვერი და ასე შემდეგ და ეს ერთობლიობა არის ევოლუციის, მკრივი მასალის ევოლუციის ერთობლიობა ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ასტროფიზიკისთვის, ძალიან პრიორიტეტული ამოცანაა, ტასკია, ეიმია და ვცდილობ, რომ თქვათ, მივიღოთ საინტერესო და ექსკლუზიური მასალები. არქეოასტრონომია სრულიად განსხვავებული საგანია. მეცნიერების ეს დარგი შეისწავლის ძველი ადამიანის ასტრონომიულ მსოფლმხედველობას. ადრეულ ადამიანს დროსა და სივრცეში ორიენტაციისთვის ჰქონდა ინტერექცია ცასთან. აკვირდებოდა წყლობით, საუკუნეობით და აგებდა ისეთ სტრუქტურას, რომლისგანაც შეიძლებოდა ციური მოვლენების, მარსკლავების, მზიის, მთვარის დამზერება. ეს ძველი კონსტრუქციები არა მხოლოდ ასტრონომიური თვალსაზრისით იყო საინტერესო, არამედ როგორც ცერემონიული და საკულტო ნაგებობები. ძველი ადამიანები ლოცულობდნენ, ატარებდნენ ცერემონიებს, აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს და შემდეგ ფიქსაციას უკეთებდნენ დროსა და სივრცეს. საქართველოში ბევრი ასეთი მონუმენტია, მაგალითად გოსნარის, შაურის, ნეკრესის. თქვათ, ყირიმის ნახევარკუნძულზე აღმოჩნდა ესეთი პატარა კლდეში ფანჯარა და უკან მენჰირი, ისეთი კოლონა, სადაც შედის მზე მხოლოდ 22 ივნის წლის მხოლოდ ერთ დღეს დილით. ეს ნიშნავს, რომ თქვათ, ეს მზებუდობის დროს, როცა მზე არის ყველაზე ჩრდილოეთ, თქვათ, ადგილზე, აი შედის იქ და ურტყავს პირდაპირ კოლონას წელიწადში ერთხელ. რა თქმა უნდა, ეს კარგი მარკერია იმისთვის, რომ განსხაზროთ დრო. გერმანიაში მუშაობისას მან დაადგინა, რომ მე-10 საუკუნეში არსებობდა ტიფლისის ობსერვატორია საქართველოში. კერძოდ მოიპოვა ცნობა დათარიღებული 1258 წლით. ეს ერთადერთი ტრანზიტული ცნობაა, რომელიც მის არსებობას ადასტურებს. 2010 წლის ოქტომბერში პროფესორ გუჩიკის ვიზიტთან დაკავშირებით იგეგმება საინტერესო პროექტები. ასევე იგეგმება კოსმოქიმიის მიმართულებით განვითარება ილიას უნივერსიტეტში და ასევე კოსმოქიმიური ლაბორატორიის დაფუძნება.